ფეკალური მასითა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ეს პატარა მდინარე ზღვას ბარცხანის დასახლებიდან უერთდება. მოსახლეობის მიერ მოხმარებული წყალი მდინარეში ღია სანიაღვრე არხიდან ჩაედინება. საცხოვრებელი სახლებიდან კი დაბინძურებული წყალი არხში მილების გავლით ხვდება. კიდე ასეთი კანაო გადის, იქიდან მოსახლეობა იმ კანაოში კიდე და მე ხიდი არის და იმ ხიდის ქვეშ გადის და ჩადის ზღვაში. ანუ როგორ ხდება ეს და რა მასები არის ეს? ნუ ვინიც ეს რა არის წყალი გამოდის კრაინიდან თუ ტუალეტიდან გადის ყველას ასეაგდა. თქვენ თვითონაც ხედავთ რომ უწესრიგებელია და მიედინება პირდაპირ ზღვაში. ეს ფეკალური მასაც ზღვაში გადის? ყველაფერი გადის. რამდენი ხანია დაახლოებით? ჩემი ბავშვობიდან. ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის არარსებობის გამო ბარცხანის მოსახლეობის ნაწილს კი წყლისა და კანალიზაციის მილები მდინარე ბარცხანაში აქვს ჩაშვებული. ადგილობრივთა განმარტებით მდინარიდან ზღვაში დაბინძურებული წყალი ბათოილიდან, ბათფარმადან და ნავთობ ტერმინალიდანაც ხვდება. თავად საწარმოების წარმომადგენლები კი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. ნავთობ პროდუქტები თუ ხდება მდინარეში? კი, ხშირად შეგვიმჩნევია. აი, როდესაც გახედავ მდინარეს, აი თავზე ტივტივებს თითქოს. თვარმადანები, რა ქვია, ზეთების ქარხანიდან გამოდის დილით ძალიან საშინელი სუნი. და ის გამონაყოფი, იგი რა ქვია, გამოდის ამ მდინარეში. არასამთავრობო ორგანიზაცია უსაფრთხო ცხოვრების დირექტორი ამბობს, რომ ფეკალური მასის ჩაღვრა მობანავეებთან ერთად საფრთხეს ზღვის ცოცხალ ორგანიზმებსაც უქმნის. ასოციაცია ფლორა და ფაუნას გამგეობის წევრი დელფინების დაღუპვის გახშირებულ ფაქტებს ზღვის წყლის დაბინძურებას უკავშირებს. ორგანიზაციის მონაცემებით გასული 3 თვის განმავლობაში შავ ზღვაში დელფინების სიკვდილის 100 შემთხვევა დაფიქსირდა. ფეკალური მასების ჩადინება ზღვაში არის ზღვის ტრაგედია. არ უნდა ხდებოდეს ფეკალური მასის ჩაღვრა. ტრაგედია არა მარტო იმისთვის, ვინც ბანაობს ზღვაში, არამედ ზღვის ფაუნისა და ფლორისათვის. ფეკალურ მასასთან ერთად ჩაიდინება უზარმაზარი რაოდენობის ბაქტერიები, ბაცილები. მეცნიერულად დადგენილი და განსაზღვრული და რაც უკვე დისკუსს აღარ ექვემდებარება არის ის, რომ შავი ზღვის მთელ აუზში ადგილი აქვს მორბილ ვირუსული ინფექციის მიმდინარეობას. ეს არ არის მარტო ლოკალური და ვიწრო პრობლემა. ანალოგიური სურათია შავი ზღვის ყველა ნაპირებთან აბსოლუტურად. ხოლო სარფიან აკლიის მონაკვეთზე მარტის პირველი რიცხვებიდან დღემდე გვაქვს 100 შემთხვევა, გამორგოს ამ ტრენდინგის 100 შემთხვევა გვაქვს, აქედან 9 შემთხვევა მოდის ბათუმზე. მათ შორის ამ შემთხვევის ჩათვლით მერიაში განმარტავენ, რომ ზღვაში ფეკალური მასის ჩაღვრის შემთხვევები ბათუმში სრულად მაშინ აღმოიფხვრება, როცა 2012 წლის დეკემბერში ექსპლუატაციაში ადრლის გამწმენდი ნაგებობა შევა. რაც შეეხება ბარცხანის დასახლებას, მუნიციპალიტეტი იქ საკანალიზაციო სისტემის მოწყობას მომავალი წლიდან გეგმავს. მშენებლობის პროცესი კი 3 წელს გაგრძელდება. ადრლიაში გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშლების შემდეგ მოხდება როგორც ჩანადელ წყლების მექანიკური გაწმენდა, ისე ბიოლოგიური გაწმენდა, რაც მთავარი არის გაწმენდილი წყლების ჩაშვება ზღვაში მოხდება არა სანაპიროზე, არამედ ზღვის სიღრმეში 1000 კილომეტრზე 40 მეტრ სიღრმეში. ეს სამუშაოების დაწყებული არის. ეხლა რაც შეეხება იმ ტერიტორიებს, რომელიც თქვენ დაასახელეთ, ბარცხანის ტერიტორია, ჩვენ ეხლა ვიღებთ მესამე ფაზის დაფინანსებას და იგი ძირითადად მიმართული იქნება საკანალიზაციო ქსელის განვითარებისათვის. მერიაში ერწყმუნებიან, რომ ზღვაში ჩამავალი საკანალიზაციო მეურნეობის ნაწილობრივი გაწმენდა ამჟამადაც მიმდინარეობს. ფეკალური მასის გარდა ზღვაში ხშირად ხდება ნავთობპროდუქტებიც. რამდენიმე დღის წინ შემთხვევა ნავსადგურის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. ზღვა აღნიშნულ შემთხვევაშიც ნარჩენების თავიდან მოსაცილებლად გამოიყენეს.